აი იქ დაირღვა ადამიანის უფლებები და ნუჩა როგორც ყოფილმა ომბუდსმენმა მითხარით ამასთან დაკავშირებით რა რეაგირება უნდა ქონდეს საზოგადოებას სახელმწიფოს და დღეს ჩვენ ვართ არაორდინალურ ვითარებაში, არაორდინალური ვითარება გვაქვს. და დღის წესრიგში მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხიც არ შემოდის. შემოდის სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ხო? ეს ასია და ეს ნამდვილად ასია. შესაბამისად, პირველი კითხვით მოგმართავთ, ბატონუჩა. მითხარით თქვენი მოსაზრება, რამდენად სწორედაც რომ ყოფნა არ ყოფნის საკითხია ახლა ჩვენი ქვეყნისათვის. მე ხო არ ვამძაფრებ მე მეორე მხრივ. არა სამწუხაროდ გეთანხმებით, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით აბსოლუტურად ყველა იმ მიმართულებას მიადგა ზიანი, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფოს არსებობას, ინსტიტუციების გადობას, სიძლიერეს, პრაქტიკულად ყველა ეს მიმართულება, ხო, აქ საუბრობთ ეგეთ ჯარზეც, ეროვნულ უსაფრთხოება, ეკონომიკა, ევროინტეგრაცია, ნუ ყველა პრაქტიკულად ამ ყველაფერზე მიმდინარეობს, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა და მე ეს თქვი და გავემეორებ, ხომ, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ, ეს არის პრაქტიკულად ჰარმონიზაცია საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს პოლიტიკის, რუსეთის პოლიტიკასთან. ანუ პრინციპში პირდაპირ ხდება გადმოტანა არა მხოლოდ იმ კანონების, რომ შევადაროთ, ხო, ნახოთ, რუსული კანონიდან დაწყებული აგენტების კანონი იყო, ხო, შემდეგ შეკრების და მანიფესტაციების კანონი, გამოხატვის თავისუფლება იქნება ეს თუ დაჯარიმებები და კალბები, ეს პროცესები რაც მიმდინარეობდა პრაქტიკულად რუსეთში, რა კანონებიც იყო მიღებული, აბსოლუტურად ყველაფრის კოპირება მოხდა საქართველოში და არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ დაიწყო ასევე პრაქტიკა. ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, დევნა პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების, მედიის, ჩვენ ნახეთ ხო, რა დაიწყო უკვე მედ როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტების, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ხო, ბრძოლა. აკადემიის, უნივერსიტეტების წინააღმდეგ და მიმდინარეობდა არ დარჩა მიმართულად, აი ეს ალბათ ძალიან საინტერესო კითხვაა. ახლანდელი გადმოსახედიდან თუ გადასახედიდან, ხო? იმ ხანად შესაძლოა აბას ვერ გძდობდით, მაგრამ მე როგორც ხვდები, აი ნაბიჯო ასე რომ ამბობენ, ხო, მიზან მიმართულად, ესეთი შეფასების გაკეთება შეიძლება. ეს ყველაფერი იყო რაღაც დიდი გეგმის ნაწილი, ნაბიჯ, აი მიდიოდა ხელისუფლება ქართული ოცნებისა ამ მდგომარეობამდე, როცა რომელიღაც ეტაპზე და ეხლა უკვე პრაქტიკულად ღიად იკითხება ეს, უნდა დასუსტებული ქართული საზოგადოებისათვის, არა რეზისტენტული ქართული საზოგადოებისათვის, ან ნაკლებად რეზისტენტული, უნდა შეეთავაზებინა აი ეს მდგომარეობა და მოდი ჩვენ გავაფორმებთ გეორგიევსკის ტრაქტატი 2-ს. მე არ ვიცი ასე უყურებთ თუ არა თქვენ, მაგრამ მე ასე ვუყურებ. ეს ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ ამას აუცილებლად იტყვიან. ბრძანეთ. წერა რაც ვახსენეთ, რომ იგივე აგენტების სახებ კანონი ქართულმა ოცნებამ შემოიტანა, თუმცა სხვისი პირით, ხო, ხალხის იყო ინიციატორი, თუმცა შემდგომ ის შეუერთდა ამ ინიციატივას. ჩვენ მოვისმენთ ასევე ნეიტრალიტეტის შესახებ უკვე მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, მასირებული პოპულარიზაცია ამ იდეის, შეიქმნა კიდეც შესაბამისად პარტია, რომელიც ამ იდეის პოპულარიზაციას ცდილობს, თუმცა ქართული ოცნება იმეორებს. ახლა ვნახეთ იგივე გეორგიევსკი, რომელსაც ახსენებდა რუსული პარტია, პრორუსული არის, ეს არის რუსული პარტია, ხო, მამუკა ფიფიას პარტია, რომელიც არის პირდაპირ FSB-ს განყოფილება პრაქტიკულად და რომელიც იმეორებდა ხშირად გეორგიევსკს და მახსოვს წლების განმავლობაში. დღეს ვნახეთ, რომ მისი რიტორიკაც უკვე გაზიარებულია ქართული ოცნების ხელმძღვანელების მხრიდან. ანუ რა ხდება, რომ ჯერ სხვა ჯგუფების, პარტიების, ასე ვთქვათ, მეშვეობით ხდება გარკვეული იდეების შემოტანა, შემდგომ ნიადაგის მოსინჯვა, შემდეგ მიმდინარეობს უკვე მასირებული მუშაობა იმისთვის, რომ რაც გაჩნდეს თემები და ჩვენ სწორედ აქ მოვდივართ. ანუ მე რა დავიწყე კანონმდებლობით, იმიტომ რომ მხოლოდ კანონმდებლობა არ არის, რაც საქართველოში ინერგება, ხო? საქართველოში დაინერგა პრაქტიკულად ყველაფერი ის რუსული, ეგრეთ წოდებული ტიტუშკების თემა. რომ ზეწოლა, ზალადობა, ყველა განსხვავებულად მოაზროვნე. ექსტრემიზმის ნახეთ კანონიც კი და მუხლიც კი იქნა მიღებული, რომელიც პრაქტიკულად ყველას უკრძალავს. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც არ აღიარებენ ამ შედეგებს, ანგარიში, ამ ბოლო არჩევნების შედეგებს, მათ წინააღმდეგაც შეძლო დაიწყოს დევნა.
რომ აღარაფერი თქვა იმაზე, რომ პრაქტიკულად დღეს 100 მეტი ადამიანია დღეს უკვე პრაქტიკულად დაკავებული სწორედ იმისთვის, რომ მათ რაღაცაერად გამოხატეს საკუთარი ნება. ხო, ტროტუარზე დგომის გამო, სწორედ რუსეთში ხდებოდა ეს. რუსეთში ხდებოდა ცარიელი პროცესის გამო დაკავება რამდენიმე წლის წინ და მართალია ჩვენთან ეს არ ჩანდა, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ იყო ასევე სხვა პროცესი. საქართველოს დრო ცდილობდა, რომ ქონოდა ორბაგის სახე ერთი საგარეო მოხმარებისთვის და მან წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეძლო გარკვეული პარტნიორების დასავლეთის манипулირება პირდაპირ ვიტყვი, დაწუნდება იმაში თითქოს ის საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მუშაობდა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ის ავითარებდა, აძლიერებდა, ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსული გავლენები გაძლიერებული იყო. გაძლიერებული იყო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს ეხება ეკონომიკას, ეხება პოლიტიკას, ეხება მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, აბსოლუტურად კულტურას და შემდეგ, რომ მეტად გააქტიურებული იყო რუსეთთან თანამშრომლობა. ხომ იგივე პირდაპირ რეისები, რომ გადავხედოთ. ათეულობით პირდაპირ რეისი რუსეთთან ყოველდღიურად. ხომ მაშინ როდესაც ევროკავშირი და საქართველოს პარტნიორები მოუწოდებენ, რომ ეს ნაბიჯი არ გადაეჭრა ქართულოს თემას, ხომ? რომ გადავხედოთ იგივე კანონებს, თუ კი ადრე ხდებოდა ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონებთან, იმიტომ რომ საქართველოს მიისწრაფოდა ევროკავშირისკენ, დღეს ჰარმონიზაცია ხდება რუსული კანონების მიმართ და პრაქტიკულად რუსული კანონმდებლობის გავრცელება ხდება საქართველოში. აბსოლუტურად ყველა კანონის და ათეულობით კანონია უკვე ასეთი, ხო? რომ დავაკვირდეთ იგივე რა მეთოდებს იყენებს რუსეთი და დღეს რაც ხდება, ხო, უკვე დაწყებულია. რუსოფობია თუნდაც. რუსეთი იყენებდა ბინძალას, იყენებდა საკუთარ მოქალაქეებს, იყენებდა ის რომ დღეს თუნდაც 30,000 მეტი რუსეთის მოქალაქე არის საქართველოში დაფუძნებული და გასული აქვს კომპანია და კომერციულ საქმიანობაში, ბიზნეს საქმიანობაში არის ჩართული. ვინ ამოწევს, ვინ საქმიანობს, რა საქმიანობს, იცის ვინ მე? ის რომ აგერ სანქციების თემებზე არაერთხელ გაჟღერდა ქვეყანაში, რომ პრაქტიკულად ხდება არიდება სანქციების. ქართული ნავთობი ხლამაცი საუბარი ბოდიშვიხტი გაწყვეტილებთ სანქციების არიდება ხო ერთი ამბავია მაგრამ რაც თავარია ეხმა კრიპტოთემები მაგალითად ხო აი შავი კრიპტოფული ხო ეხმარება ამაზე გამოძიებები არსებობს საერთოდ ჩემი სუბიექტური დამოკიდებული გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ლაპარაკობს და ამათ არ უარუყიათ ჯერჯერობით ეს ყველაფერი და ვერც უარყოფენ რაც თავარია რომ აქ რუსები ხსენებული 30,000 მათ შორის 30,000-დან ნაწილი ხო ეხმარებიან რუსეთს ანუ დედა იმპერიას დედა სამშობლოს რომ მათ სახელმწიფომ მათმა სამშობლომ განაგრძოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ერთი ამბავის, უჩაბატონო, ერთი ამბავი სამწუხარო ისიც რა არის, რომ ამ ყოფნა არ ყოფნის პროცესში მარადიული ტრის სამსახურში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მე და თქვენ კარგად ვიცნობთ და ვინც ის და მეგობრობდით კიდეც, თუ არ მეგობრობდით, ხო? რაღაც ჩვენს ფართო სანაცნობო წრეში. მესმის რომ ინდივიდუალურად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თქვენსას, მე ჩემსას, არ ვესალმებით, ან ვესალმებით მაინც ხოლო თავის დაკვირით, მაგრამ ამგვარი twin გამორიცხილთა და ეს იყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, brain washing-ის ოპერაცია, twin-თა რეცხვის ოპერაცია, წლების განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული. ხო ამას თავისი შედეგები მოაქვს და მე მივდივარ ერთ კითხვამდე. ლუსტრაცია აქვს კი ლუსტრაციას დღეს უკვე აზრი? თუ ლუსტრაცია უკვე მომხდარია, ოღონდ უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ჩვენ საბოლოო ჯამში არ გვაინტერესებს, მაგრამ მხოლოდ ისტორიისთვის 30-იან წლებში ვინ იყო რუსეთის NKVD-ს ირიბი თუ პირდაპირ აგენტი, მაგრამ დღევანდელ ლუსტრაციას როგორ ვახერხებთ თუ უკვე მომხდარია ის, როგორც ასეთი. სწორედ მეწმებია გავიზახი რომ უნდა ჩატარებულიყო ლუსტრაციის პროცესი, დაწყებული იყო ეს პროცესი, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. და ის რაც მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში, მოხდა ბალტიის ქვეყნებში, სწორედ ამიტომაც ჰქონდა შედეგი, იმიტომაც დადგა იქ მშვიდობა, განვითარება, რომ ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. ეს იყო მნიშვნელოვანი მათთვის ისტორიისთვის, რომ საზოგადოებას ცოდნოდა რა ხდებოდა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, რომ ყველას ჰქონოდა ინფორმაცია, ვინ რას აკეთებდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ მათი გავლენები, ამ ადამიანების, მსოფლმეობასთან დაკავშირებული, საბჭოთა თუ რუსეთთან დაკავშირებული პირები და მათი გავლენები იყოს მინიმალიზებული, რომ ისინი არ ხდებოდნენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებ პირებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ელიტაზე, სოციალურ ფიგურებზე და საზოგადოებრივ ფიგურებზე. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი და დღევანდელ პროცესმა მე ვფიქრობ პრაქტიკულად ეს პროცესი დააჩქარა. ჩვენ გვაჩვენა რომ
ამ ლუსტრაციის კანონის მიღების გარეშე დაიწყო პროცესი, ძალიან ნათლად გამოჩნდა, როგორც ბოლო ხდება ხოლმე, ხო, თეატრში, ფარდის დაშვების წინ ყველა ვინ სად არის და ვინ რა საქმიანობს. იმიტომ რომ დღეს თუნდაც გეორგიევსკის თემაზე დისკუსიის დაწყება არის უკვე დანაშაული. იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება და მას ერქვა სამეგობრო შეთანხმება. ეს იყო სამოქალაქო ხელშეკრულება რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, ხო? და ეს როდესაც რუსეთმა დაარღვია, მას შემდეგ მან გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა, მან გააუქმა ქართული დამოუკიდებელი ეკლესია, ხო? მან გააუქმა ქართული ენაზე საუბარი და რეალურად აუკრძალა ქართველებს ქართულ ენაზე საუბარი, ხო? და როდესაც ჩვენ სახელმწიფოდ არ ვსაუბრობთ როცა ვსაუბრობთ ბევრ რამზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ კოლონიალიზმზე და მის შედეგებზე. რუსული საბჭოთა კოლონიალიზმი არ დასრულებულა, ის კვლავ გრძელდება და რაც მოხდა სხვა შემთხვევებში, როდესაც თავდება კოლონიალიზმი, აუცილებელია რომ დადგეს მისი შედეგი, რომ აგრესიას უნდა მოყვეს შედეგი, რომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც მოხდა ფაშიზმის გასამართლება. ის რომ ყველაფერს თავისი სახელით დაერქვა ნიურნბერგში. სამწუხაროდ არ მომხდარა მასზე კომუნიზმის გასამართლება. თუ საუბრობთ იმაზე, რომ კომუნიზმი არის და იგივე ფაშიზმი ორივე არის დანაშაული და ორივე ჩადიოდა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რომ რაც მოხდა ფაშისტთან დაკავშირებით, მსგავსი პროცესები უნდა დაიწყოს სწორედ მეორე მხარეს, ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საბჭოთა პერიოდში და შემდგომ მოხდა დანაშაულებს დაერქვა თავისი სახელი. ამიტომაც არის აუცილებელი ლუსტრაცია, იმიტომ რომ ვიცოდეთ რა ხდებოდა, იმიტომ რომ ინფორმაცია ბევრს არ აქვს. ამიტომაც ხდება манипуლირება, ამიტომაც ხდება რუსეთი ძალიან კარგად იყენებს манипуლაციას, იყენებს ისტორიის გადაწერას, სწორედ ასე ხდება თუნდაც და სამწუხაროა რომ ამას აკეთებენ დღეს ადამიანები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლების სახელი ჰქვიათ მას და არა რაღაც მამუკა დაგვარია ეს ფიფია ხო მხოლოდ არამედ პრემიერ-მინისტრი ადამიანს რომელიც პრაქტიკულად ისტორიული ფაქტების გაყალბებას ეწევა. მამუკა ფიფია ჩემი აზრით არის საფრთხობელა. აი დაახლოებით ამგვარ რამეს, აი ცოტა რომ შევამცირო ხო, მოკლედ რომ თქვა, ამგვარ რამეს ამბობს მოსკოვი. არ გინდათ ივანიშვილი, მაშინ მოდის უხეშად მამუკა ფიფია თუ იგორ გიორგაძე, ანუ ღიად რუსები, ბიზინა ივანიშვილიც ღიად რუსია ჩემი მოსაზრებით, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილს შეიძლება ამაში ეჩვეეპარება, ის ქართველად მიაჩნიათ. და აი ფიფი არის საფრთხობელად შექმნილი ჩემი მოსაზრებით და ამით რაღაცა ცრუდილების წინაშე გვაყენებენ. აქვე ბატონუჩა. ნეიტრალიტეტი და კონფედერაცია თუ არა და გადაგვივლიან, ხო? ასე ღიად ივანიშვილი ამას ჯერჯერობით არ ამბობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ თქვას არა მან, არამედ მისმა მომხრეებმა. და ვინც ამას შეეწინააღმდეგება, ასე მაგალითად თქვენ, ისედაც უცხო ქვეყნის აგენტი ხართ. მეც ამ სიაში ვარ, ფართო სიაში და კიდევ უფრო მეტად დემონიზირებულები, ვინც ის და გაგდებულების ვიქნებით ქვეყნიდან რუსეთში ეს მოხდა სწორედ, ხო? აი ინოაგენტები გააგდეს. და აი ამ ბრეინვოშინგით სახეშეცვლილ ქართველობას, ხო? ფიქრშეცვლილ ქართველობას. ხო იოლად დააჯერებენ, რომ სწორედ ივანიშვილი, სწორედ ნეიტრალიტეტი, სწორედ კონფედერაცია, სწორედ ბოდიშის მოხდა, სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატი ახალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამაზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით გაუვა თუ არა ეს პირველ ყოვლისა რუსეთს, რა თქმა უნდა, მაგრამ აგრეთვე რუსეთის აქაურ წარმომადგენლობას. რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს ცდილობს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ამ გეგმას ასრულებს უკვე, ხო? წლებია უკვე პრაქტიკულად მიმდინარეობს პირდაპირ ომი საქართველოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ პრაქტიკულად მოიშალოს ყველა ის, რაც შეიქმნა აწლეულების განმავლობაში. რომ მართლაც საქართველოში რუსეთი შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ წარმატებას აღწევს და უკვე დავასახელეთ კიდეც ხო მთელი რიგი მართულებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხალხს აქვს ის და მაქვს იმედი, რომ რუსეთს არ გამოუვა. რაც არ იყო თუნდაც სხვა შემთხვევებში, ხო, როდესაც რუსეთს აქვს საქართველოში აქვს ის წარსული, რომელსაც ვერ მოძიება, ვერ გადაწერ ისტორიას, ხო, როდესაც საუბრობთ ომზე, ომი 2008 წელს დაწყებულა. ომი დაიწყო 1801 წელს, სწორედ იმ ფონზე, რომ რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი. და ვინც ახლა დღეს ახსენებს გეორგიევსკს, არ ახსენებს 1801 წელს, რადგანაც სწორედ ამ ტრაქტატმა შეუქმნა საფუძველი რუსეთს იმისთვის, რომ მას გაეუქმებინა ქართლ-კახეთის სამეფო. გაეუქმებინა ქართული ეკლესია
გაუქმებინა ყველაფერი ქართული და მოგხსენებათ ეს მხოლოდ ქართკახეთთან, ხო მაშინ რა ხდება გეორგის ტრაქტატზე როცა საუბარი რა ხდება სხვა რეგიონებთან დაკავშირებით, ხო? იმერაც აკრაუტია გეორგის ტრაქტატი ან სამეგრელოს ან გურიას აფხაზეთს და სხვა ამ შემდეგ, ხო? ამიტომაც ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რომ ქართული საზოგადოება იყოს ხიზლად, რომ მეფიქრობ ქართული საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს, რომ ხელისუფლება ცდილობს გადაწეროს ისტორია პრაქტიკულად რუსული პროპაგანდა გამოიყენოს და ჩვენ ხედავთ რომ სწორედ ისეთი თემების აჟიტირება მიმდინარეობს, ეს თემის წამოწევა, რომელიც საერთოდ არ არის დღის წესრიგში. ხო, მიგივე აფხაზეთთან დაკავშირებით რაც ხედავთ ბოლო დღეები, ნავთობის შეტევასთან დაკავშირებით. თითქოს სხვა მეტი საჭიროება იქ მაცხოვრებელ ქართველს, ან აფხაზ ნებისმიერ მოქალაქეს ხო არა მისულმა, ან გარში თუნდაც არა. თითქოს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბენზინი და არა მაგალითად ის რომ განათლების უფლება ჰქონდეს, რომ მას შეეძლოთ ქართული წიგნები მიიღონ და ქართულ ენაზე ისწავლონ. ეს აკრძალულია. თუნდაც გალის რაიონში. თუნდაც ის რომ სამედიცინო დახმარების კუთხით დაეხმაროს. არაფერსგებლობა შეიძლება წამალი და არც იშოვება ეს რაღაც მედიკამენტები. ხო, იგივე შეიძლება ითქვას ახალგორში. თუნდაც ის რომ 20-ზე მეტი ადამიანია ეს დაკავებული სოხუმის და ცხინვალის იზოლატორებში. მე არ ვსაუბრობ ხანმოკლე დაკავებებზე, თუ როდესაც ხდება საოკუპაციო ხაზზე რამდენიმე დღით. ვსაუბრობ ხანგრძლივ დაკავებებზე. 20-მდე ადამიანია დაკავებული. რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოხდა ახლახანს, მათ შორის ირაკლი ბებუასი, მაგრამ დანარჩენები კვლავით არიან. იმის ნაცვლად, რომ სწორედ მათ უსაფრთხოებაზე იზრუნოს სახელმწიფომ. მათი უფლებები დაიცვას, ეს ადამიანები დაუბრუნონ ოჯახებს. იქ არსებული მდგომარეობა, რომელიც მართლაც მძიმეა, მათად გამოაწოდოს, რომ პრაქტიკულად ხელისუფლება გადასულია რუსული ინტერესების განხორციელებაზე და იგებს გადაწყვეტილებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. რომ არ არის მიზანი ცნობილი, რატომ ხდებოდა, რატომ ხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოხდებოდა თუნდაც მონიტორინგი, რამდენად მიუვა ეს საწვავი მასალები ადგილობრივ მოსახლეობას თუ პირიქით ხომ წავა ეს თუნდაც რუსულ ბაზებზე, ან სულაც რუსეთში პირდაპირ. და რომელთაც თქვა იმასე რომ საქართველოს ხდება უფრო რეალური სამიზნე და ჩართვა ხდება კონფლიქტში ასნაბჯებით. თუ ეს უბრალოდ იყო მხოლოდ რაღაც პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ვიღაც კონკრეტული პირის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯი, ხომ? რატომ მოხდა ეს გადაწყვეტილების მიღება ასე ჩუმად, ისე რომ საზოგადოებას არ ქონია ინფორმაცია, რომ არ ქონია საზოგადოებას ინფორმაცია თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რატომ, რა მიზნით, ვის უნდა გაეტანა თუნდაც დაწვავი და ასე შემდეგ. ეს კითხვები დგას, თუმცა დღემდე პრაქტიკულად ამაზე საზოგადოება. რა თქმა უნდა, ბატონო ჩერა, ასე მიუწოდებია ინფორმაცია. თუმცა არავინ არ უარყოფს, რომ ნამდვილად უნდა დაეხმაროს ქართული სახელმწიფო ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქ მაცხოვრებელ ჩვენს უნდა დაეხმაროს სახელმწიფო და არა თვით ინიციატივით გამორჩეული ბიზნესმენი, კარგი თუ ცუდი მნიშვნელობა არ აქვს ამას, რომელიც თავადაც ადასტურებს, რომ სარგებელი მიიღო. ანუ ნახეთ როგორ მოხდა ეს როგორ განვითარდა. ბიზნესმენმა მიმართა მთავრობას აკაო და ბენზინის საწვავის გადატანა მინდაო, მთავრობამ მისცა ნებართვა, გადაიტანეს ხოთაშორის აქსიზური საქონელი, ეს კიდე ცალკე თემაა და ახლა აღარ გავშლი, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. რაღაც და მე უკვე მთავრობის თავმჯდომარე გამოდის პრემიერ-მინისტრი კაცი რომელიც საკუთარ თავსაც უწოდებს პრემიერ-მინისტრს, თავადაც უწოდებს საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრს და ამბობს რომ ესო აი ჩვენი რაღაცა სტრატეგიის ნაწილია, ანუ იმ ბიზნესმენს რომ არ მიემართა, სტრატეგია ჩაფუშული იყო, თუ სტრატეგიის ნაწილი იყო, მაშინ სწორედაც რომ მთავრობა იყოს, უნდა იყოს ამგვარი ინიციატივების ავტორი და არ უნდა ელოდებოდეს ყოველ მეორე $5,000-ზე გამოდევნებულ ბიზნესმენს, შესაძლოა მეტზე, რასაკვირველია, მაგრამ მაინც მათი ინიციატივებს. ეს ბოლო ჩემი რეპლიკა იყო, მე გთხოვთ რომ ბოლო 2 წუთით ფავორი წუთის განმავლობაში შეაფასოთ ბოლოს რეზუმირება გავაკეთოთ და დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მნიშვნელოვანია რომ ნამდვილად იზრუნოს თბილისმა გარში და ახალგორში მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებზე მათ ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისთვის უფლება არ აქვს რომ 20 კილოგრამზე მეტი პროდუქტი შეიტანონ ოკუპებულ ტერიტორიაზე. იმდენად არის შეზღუდული, ხო? მათი საქმიანობა, ის რომ მათ მიმართ განხორციელდეს რეალური პროგრამები და არა ისეთი გადაწყვეტილების მიღება გახდეს, რომელთაც პრაქტიკულად ყოველგვარი
გამჭირვალობის გარეშე მიზანი არ იყოს ცნობილი და პრაქტიკულად იყოს რისკები, რომ სწორედ რუსეთის სარგებლობს ასეთი პოლიტიკით, ხო? ანუ ეს არის სამწუხაროდ ის მდგომარეობა, როდესაც საქართველო პრაქტიკულად კარგავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნებს და ამ თემებზე დისკუსიების დაწყებაც მე ვფიქრობ, რომ არის სწორედ რუსეთის ინტერესებში, სწორედ რუსეთი ცდილობს საზოგადოება შექმნას ხელოვნური პრობლემები, ხელოვნური თემები, გამოიწვიოს დაპირისპირება საზოგადოებაში, არა რეალურ პრობლემებზე იზრუნოს. არამედ მან პრაქტიკულად შექმნას ასეთი პრობლემები და ხელი შეუწყოს ასეთ დაპირისპირებას საზოგადოებაში. რაც არის სწორედ რუსული მეთოდი, რადიკალიზაცია, საზოგადოების დაყოფა და შემდგომ სწორედაც რომ პოლიტიკის გატარება, ისტორიის გადაწერა და манипуляციების გამოყენებით საკუთარი შედეგის მიღება. რასაც რუსეთი ახორციელებს ბევრგან, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ის ვეღარ შეძლებს ამ პოლიტიკის რეგიონში განხორციელებას. უღრმესი მადლობა, უჩან ანუაშვილი იყო ჩემი სტუმარი, უფლებადამცველი, ყოფილი სახალხო დამცველი, ყოფილი ომბუდსმენი. დარბატებას და გამარჯვებას